აი ეს შიდაგზე გაგვიკეთეთ რომ სასწრაფო რომოდის ხელით ჩამოვიდეთ. ხო, მივიდეთ ახლა, იქამდე მივიდეთ რო. საავტომობილო გზის რომელ მონაკვეთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია ახალციხის სოფელ კლდეში, სასაფლაოსთან, ამბულატორიასთან თუ ეკლესიასთან მისასვლელს. აღნიშნულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მწვავე განხილვა მოჰყვა. დედა მყავდა ცუდად ბენჯი მოიწეხა დედაჩემა და გალვადონოვანი. აგერ გოჩა ზუმბაძე გალვადონოვანი, არა, არა, ერთ- სულ არის 20 მეტრა გასაკეთებელი ნანახია. და ყოველ ვის აქ ნანახი არავინ მე ეხლა მაგ, არ ანა. მოსწონს. აქამდე რომ მიიყვანეთ ბეტონი გაკეთებული იქიდან იქამდე ახლა 10 მეტრა უნდა ერთი დაშლიო წუთი. სოფლის სიარვატო. სოფელმა გადაწყვიტოს გალვადონოვანი. რატო საბოლოოდ მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია არჩია. შესაბამისად, ეკლესიასთან ან ამბულატორიასთან მისასვლელი გზა იგივე მდგომარეობაში დარჩება, თუკი მას სხვა საბიუჯეტო ხარჯებით არ შეაკეთებენ. შიდაგზების დაგება. შიდაგზების დაგება მოვითხოვე. ეგ თანხად წყალს და იმას არ აყოფა და შიდაგზებით მე. ჩვენო უბანო ჯერ გზას რო იძახით. წყალი როდის ქონდა გითხარით ბოლოს. წყალი მქონდა იცი რა. უშეცი. ხო. რამდენი ჭია წყალი არ ყოფილა. მართალია, იაპონია. აგერ მოდი ჩვენი უბანი კიდე. აი აგერ. ხო. მაგრამ მე ისეთ ადგილზე ცხოვრობ. შაშან ასე შემთიდა ბატონი ირაკლი რომ 25 წელში გაგიკეთე. გასაგებია. პუნქტამდე მოვიდა. პუნქტის ზემოთ ხალხი ცხოვრობს. ყურები არ ვარ. ყველა ჯვარისტერია, ყველა ჯვარისტერია. ცოტა მოგვიხსენოთ მაინც ან ტრაქტორით გას ჩემთან. საძლის მდგომარეობა ეკლესია. აი ყველა ჯვარისტერია. ვიღაცას რო პაჟარი გაჩენოდა 4 დღის უკან, ვიღაცას ერთ ვედრა წყალს ვერ მოაგროვებდი ამ უბანში საერთოდ ვერავისთან. ისმინებ ამ თანხაში წყალს არ ეყოფა ეგ 45000 არაფერი. საერთოდ ვერაფერს ვერ გააკეთებენ. რაღაცა გამოსავალი. გეტი 2 მისიდან დანარჩენ თანხას თვითონ ათია გავიგე მაგრამ გზების გარდა კლდეში მცხოვრებლებს წყლის სისტემაც აწუხებთ. უფრო უსისტემობა, მაგრამ ბიუჯეტის სიმწირის გამო პრობლემა პრიორიტეტებში არ დასახელდა. პროგრამის ფარგლებში სოფელ კლდისთვის ჯამში სულ 16000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შესაძლებელია ბიუჯეტის გაზრდაც. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კლდეში მცხოვრებლებთან შეხვედრა დღეს გაიმართა. სასაფლაოსთან ასასვლელი გზა არის კილისაკრები. ვიხარ თანახმად სასაფლაოს გამოგამო. ამ შემთხვევაში ხმათა უმრავლესობით და თუ გადაწყვეტა სასაფლაოს. ყველა ჭირდება.